Სამოცდაერთი წლის კაცი ვარ და ერთადერთი დღეა დღეს რომ რეაქცია არ მაქვს. ეს იმდენად გაუგონარია, ეს იმდენად გაუგონარი ამბავია რომ ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას არ. იმიტომ რომ კაცი რომელიც ლეგენდაა, ლეგენდა. მე მიხარყოფილ მე რამაჭყიკვაძე მომიყვა ერთხელ, როდესაც სამეფო თეატრში ინგლისში დაძაბული სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირსა და ინგლისს შორის. ტეჩერი ესწრებოდა სპექტაკლს და ამ სპექტაკლის შემდეგ, რიჩარდის შემდეგ ლონდონში რო ითამაშა. რობიგოს რომა სპექტაკლი დათმა ურთიერთობა მაშინ დათმა. ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ინგლისს შორის დათმა. აი ამ დონის რეჟისორზე გვაქვს ვეღარ საუბარი. აი ესეთ გენიოზზე გვაქვს საუბარი. და როგორ შეიძლება ამ ადამიანს რაღაცა დააბრალო, ამ ადამიანზე ასე ილაპარაკო. გენიოზი ყავს, არა? ჩხეიძე გააქციე პეტერბურგშია. ახლა ეს გინდა გააქციო, მაშინ ირჩება. ეს არ უნდა დავთმოთ არავითარ შემთხვევაში. თქვენ ამ ხალხს მე გეტყვით რამე თხა და გიგო ამ ხალხს გონია ორი მოთხრობა. თქვენ გეცილებათ ამაზე. მე გეფიცებით ყველაფერს. თხა და გიგო გონია ამათ ორი მოთხრობა. რონი მიდიან და მოდიან. ეხლა გენიოსი რჩება თავის ადგილზე. და თუ ვინმე იზარალებს რობერტ სტურუას მე მგონი მსოფლიოში იმდენი თეატრი მიიწვევს რომ მას ეს არ გაუჭირდება მაგრამ ჩვენ დავკარგავ ქართველები დავკარგავ ამ ბედნიერებას რომ ესენი გენიოსი ჩვენს გვერდით აღარ იქნება რომელიც იმით გვაბედნიერებდა რასაც ქმნიდა ჩემი აზრი ესეთი როდესაც ამ ხელა ბუმბერაზი რეჟისორი ყავს როდესაც ზურგს უკან ამდენი გამარჯვების წლები მოყვება მაგას შლეიფივით და ეს ისეთი გადამდებია თაობებისთვის და როცა გიხარია რომ მიდიხარ მისი ნამუშევრების სანახავად როგორ შეიძლება აი ნუ ვინმე ამიხსნას რა პროსტა მინდა გავიგე როგორ შეიძლება რატომ და რისთვის ეს ხო აი ასეთი გამეტება ეს ხო სიკვდილის ტოლფასია ხო უნდა გაიმეტო სამაგისოთ ადამიანი იმიტომ რომ მაინც და მაინც იარაღით არა მაგრამ ეს ხო ნიშნავს რომ მე მინდა რომ შენ გაქრე ამას ნიშნავს და შენ რომელსაც შეგეძლო ამდენი რაღაცის გაკეთება როდის რაც ხდება ქვეყანაში ეს მე მეჩვენება რომ უკვე ქართული თეატრი მოკვდა რა ვიცი და სტურუას გარეშე რუსთაველის თეატრი ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი და როგორც ვფიქრობ ყველა რუსთაველის თეატრისთვის ანუ მსახიობისთვის წარმოუდგენელი ამ კაცის გარეშე შენობა რა თქმა უნდა ბუმბერაზია და გენიალურია მაგრამ ამ შენობაში ვინც იყო ერთადერთი ვინც ამ ყველაფერს რა ვიცი ავსებდა იმ შემოქმედებით, მუშაობით, რაღაცა შრომის მოყოლება, იგივე რაც მე მასწავლა ბატონმა რობერტმა, ეს თუ არ იქნება რა აზრია, შესაძლოა ამ ქვეყანაში რა ვიცი, რეჟისურა ისეთი რთულია, ისეთი ძნელია და ისეთი არსად არ არის უკვე დიდი რეჟისორები. არსად. ამიტომ როგორ ელოდებიან ისეთ მოსკოვში რომ რობერტ სტურუა ჩამოვა, აი სულ გულები უკანკარებთ სიხარულით რომ ჩამოვა რობიკო და ადგავს იმასთანაც, ამასთანაც და ჩვენ ვიქნებით ასე. კარგია ეს. როგორ შეიძლება ხელიდან გაშვება ნიჭიერი ხალხის? ნიჭიერი ხალხი უნდა ჩაიხუტო გულში. ასე ვფიქრობ.